ნახაზზე გამოსახულია სწორხაზოვანი გზა, რომელსაც აქვს ორი პირობითად მარცხენა და მარჯვენა მიმართულება. ამ გზაზე მდებარე A პუნქტიდან გამოვიდა ტურისტი, რომელმაც ჯერ ამ გზაზე მარჯვენა მიმართულებით 1 კილომეტრი, შემდეგ მარცხენა მიმართულებით 5 კილომეტრი და ბოლოს რაც გარკვეული მიმართულებით რაღაც მანძილი გაიარა და საბოლოოდ A პუნქტამდე აღმოჩნდა 2 კილომეტრი დაშორებულიო. კარგი, ახლა ეს ჩვენ ყველაფერი ეს სქემატურად გამოვსახოთ, 1 კილომეტრი მარჯვნივ. მერე ნახე, ესე იგი 5 კილომეტრი გაიარა, ხო, გავლილი მანძილი რომ გამოვსახოთ 5 კილომეტრი, აქ არის თქვა A პუნქტი. მერე ნახე რა მოხდა, ახლა A პუნქტიდან, ვთქვათ, ესე იგი ჯერ აქეთ 1 კილომეტრი, მერე 5 კილომეტრი აქეთ. ესე იგი ამ მომენტში A პუნქტიდან დაშორებული არის 4 კილომეტრი, ხო, აქ 4 კილომეტრი, აქ 1 კილომეტრი. შემდეგ A პუნქტიდან რომ 2 კილომეტრით არის დაშორებული, ეს ნიშნავს, რომ B პუნქტი მდებარეობს ან A პუნქტის მარჯვნივ, აი აქ, და აქამდე რომ მოვიდეს ამ წერტილიდან, საჭიროა რომ უკან გაიაროს კვლავ ეს 5 კილომეტრი და კიდევ 1 კილომეტრი, ხო? ანუ აი აქედან აქამდე უნდა ჩამოვიდეს ჯერ და მერე კიდევ 1 კილომეტრი უნდა გაიაროს. ეს ნიშნავს იმას, რომ ნახე, მარჯვნივ 1 კილომეტრი, მარცხნივ 5 კილომეტრი, მარჯვნივ 5 კილომეტრი და კიდევ 1 კილომეტრი. ესე იგი გამოუვა, რომ 12 კილომეტრი ექნება გავლილი. ერთი სცენარის დროს მას აქვს გავლილი 12 კილომეტრი. მეორე სცენარი გულისხმობს, რომ B პუნქტი იყოს აქვე. ესე იგი A პუნქტიდან მარცხნივ, ხო? ასეთ შემთხვევაში აქ მოუწევდა კიდევ 2 კილომეტრის გამოვა. რომ გავამარტივოთ ახლა ჩვენ სიტუაცია, ნახე, მეორე სცენარი როგორ გამოიყურება? მეორე სცენარი ასე გამოიყურება, რომ A პუნქტიდან გაიარა 1 კილომეტრი, შემდეგ გაიარა, დავუშვათ 5 კილომეტრი და შემდეგ გაიარა კიდევ იმდენი, რომ ამდე იყოს დაშორება 2 კილომეტრი. ანუ ისე იგი 2 კილომეტრი უნდა ქონდეს გავლილი. ანუ აი სადღაც აქ არის ჩვენი B პუნქტი. ამ სცენარის დროს გავლილი მანძილი გამოდის 1, 5 და 1 მერე აქეთ 5 და მერე კიდევ 2, ანუ ეს გამოდის 8 კილომეტრი. ამიტომ ახლა დავიწყოთ ამ 8-სა და 12-ს შორის არჩევნის გაკეთება, ხო? პირველი პირობის დროს მთელი ამ მოგზაურობის დროს ტურისტს გავლილი აქვს 7-ზე მეტიო. ორივე სცენარის დროს 7-ზე მეტი გვაქვს, ხო? ერთ შემთხვევაში 8 კილომეტრი გამოდის, მეორეში 12. ამიტომ ეს პირობა არ გამოგვადგება. მეორე პირობა, ესე იგი მთელი ამ მოგზაურობის დროს ტურისტმა გაიარა 9 კილომეტრზე ნაკლები, ამ შემთხვევაში უკვე გავდივართ ჩვენ მხოლოდ აი ამ მეორე სცენარზე, ანუ ერთ კონკრეტულ პასუხზე და ამიტომ მეორე პირობა საკმარისი იქნება და პირველი პირობა არ იქნება საკმარისი.